მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გასწავლით, როგორ ავაწყოთ და გავასწოროთ მობილური ინტერნეტის გაზიარება. ამისათვის უნდა გავაკეთოთ შემდეგი. იქამდე კი, ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. შევდივართ პარამეტრებში და პირველივე კავშირები Wi-Fi, Bluetooth და SIM-ის მმართველი აწერია პირველი. და შემდეგ ოდნავ დაბლავ სკროლავთ, აგერ მობილური ინტერნეტის გაზიარება. შევდივართ აქ. და შემდეგ პირველი მობილური ცხელი წერტილი. შევდივართ აქ. შემდეგ დიაპაზონი აქ ჩამოვყვებით და დიაპაზონი 5 გიგაგერცი. შევდივართ აქ. შემდეგ აქ აგერ ქსელის სახელი, ანუ Wi-Fi-ის სახელი. ხსნით კლავიატურას და რაც გინდა ჩავწერთ. ქართული, ინგლისური, რუსული ასოებით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. და შემდეგ პაროლი. შემდეგ გადავდივართ პაროლში ვაწყავებთ, აგერ მე ჩაწერილი მაქვს პაროლი. და აქაც სურვილი სამად წერთ პაროლს რაც გინდა. პაროლი სასურველია იყოს ინგლისური ასოებით. შემდეგ ჩავხურავთ კლავიატურას. და აგერ აქ 100%, 50 ჩამოვიყვან მე, ანუ ყველა ტელეფონში 50% არის ქართულად დაყენებული. და გაითვალისწინეთ, როცა ავწევთ 100%-ზე გაზიარებული ინტერნეტის სიჩქარე გახდება 5 გიგაგერცი. ტელეფონებს, რომელსაც არ იქნება ფუნქცია 5 გიგაგერცის მიღების საშუალება, ანუ ფუნქცია ვისაც არ იქნება თავსებადობა, ვერ მიიღებენ 5 გიგაგერცს, მიიღებენ დაბალი სიჩქარით შესაბამისად. ამის შემდეგ, როცა ამ 100%-ამდე წერთ სლაიდერს, დაბლა მარჯვენა მხარეს, შენახვა არის, პირაკი, ვაწვევით. ამის შემდეგ, თქვენი მობილური ინტერნეტის გაზიარება გახდება შედარებით სწრაფი. მადლობა ყურადღებისთვის. ხოთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი.